პავლე მოციქულის ეს საოცარი სიტყვები. რათა გარდარეული იგი ძლიერებისაი, გარდარეული, ანუ ეს სიდიადე, ეს ძლიერება, მაგრამ უბრალო ძლიერება კი არა, გარდარეული ძლიერება. ხო გესმით რა, რაღაცა სიტყვები ვეღარ იტევს, პავლე მოციქული ვეღარ აღმოთქვავს სიდიადე როგორ წარმოაჩინოს, ამიტომ ამბობს არა ძლიერებას, არამედ გარდარეული ძლიერება. გარდარეული, გადარეული კი არ არის. ეს არის აღმატებულზე უფრო აღმატებული და კიდევ უფრო აღმატებული, გარდამატებული ყოველგვარ ძლიერებაზე, რასაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, იმაზე მრავალ გარდამეტებული ძლიერება, ეს ყველაფერი, რომელიც შენშია, იმიტომ რომ ჭურჭელი ხარ და შენში ღმერთი ცხოვრობს. ეგ როგორ არის? და რომ გახსოვდეს ეს თიხის ჭურჭელი რო ხარო, ეს რაც ხდება შენში, ღმერთისგან იყოს და არა შენგან. ეხლა წარმოიდგინეთ, ჯერერთი თუ ადამიანი ამას ვერაფერს ვერ განიცდის, ხო საცოდავია, რა ხდება ეს, რა გარდარეული ძლიერება, რა ხდება ხა ჩემში ისეთი, რომ წამს ღმერთი, ეს ხო საშინელებაა თუ ადამიანი ესე ფიქრობს, ხო? და თუ თან არც იცის ეს, რისკე უნდა ვისწრაფოდეთ, არც იცის და დამერწმუნეთ, რომ აი უამრავი ადამიანი მოდის. მრავალი ადამიანისათვის 10 წლეული ეკლესიური ცხოვრების მერეც კი აი ეს დაფარულია. შეიძლება წაკითხული აქვს ერთხელ ან ორჯერაც კიდევაც, მაგრამ ეს აი რაღაცა, აი რა ვიცი, აი აბსოლუტურად აი თვალი აქ ვერ ხედავს, ყური აქ არ ესმის. აბსოლუტურად დაფარულია. საერთოდ ეს თემა არ არსებობს, დახურულია, არ ფიქრობს. არის ის, რომ ეს არის ქრისტიანობა, გესმით, ეს არის ქრისტიანობა. ეს ამიტომ მოვიდა ადამიანად. ჩემთან ხანდახან გავუცებ, მე ჩემ კითხვების დაუსვავთ, ეხლა განსაკითხავად კი არ ვამბობ, მაგრამ ეს კითხვა დაუსვავთ, როგორ კაცო ძველი აღთქმის დიდი მამამთავრები აბრაამი და მოსე და ესეთი ხალხი და ეხლა ჩვენ, ხო და ჩვენ ეხლა მათ იმ დროინდელ მდგომარეობაზე, დღეს აბრაამი და მოსეს და ყველანი ჩვენზე წინ არიან, იმიტომ რომ უფალმა ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან ისინი, მაგრამ მაშინდელი აბრაამი, რომელიც თავის შვილსაც კი წირავს ღმერთისათვის, ისე უყვარს ღმერთი და ვამბობთ, რომ შენ იმაზე მეტი ხარ დღეს, შენ დღევანდელი მდგომარეობით პოტენციაში, იმაზე მეტი ხარ, რაც იყო ის მაშინ, არა ახლა, მაშინ რაც იყო და ადამიანებს ეს არ ესმით, როგორ, რანაირად? მოსე რომელიც ანათებს, იმაზე მეტი ვარ ახლა მე მაშინ რომ მოსე იყო, დიახ, ოღონ პოტენციაში. გესმით, პოტენციაში შენ განუვითარებელი ხარ, ეგ შენი პრობლემაა, თორე აი ეს უნდა იყოს, გარდარეული ძლიერება ღვთისა შენში უნდა იყოს, როგორც გრიგო ხანძთელში იყო, როგორც მის მოწაფეებში იყო. გესმით, აი ეს უნდა ხდებოდეს ჩვენში. ეს არის ქრისტიანობა. და ადამიანებს ეს არ გვესმის. ერთია კიდე რა თქმა უნდა, ამის თეორიული გაგება შეუძლებელია. მაგრამ ნდობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, ხომ უნდა ვენდობოდე წმინდა წერილს, ხომ უნდა მიმართულებით ფიქრობდე, ვზრუნავდე. დამერწმუნეთ, თუ ადამიანი სიმდაბლით ღვთისმცნებების განკაცებული ღმერთისადმი ერთგულებით ცხოვრობს და იცის საითკენ წავიდეს გაცნობიერებულად. დამერწმუნეთ, რომ მაშინ ეს პროცესები დაიწყება, აუცილებლად დაიწყება და ამას რო წაიკითხავს, რომ დაფიქრდება, მიხვდება, რომ კი ეს ასია. საიდან ვიცი? მე ცოტათი განმაცდებინა ღმერთმა. ადამიანი იტყვის. ასია ეს, სინამდვილეა ეს.